მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ დაპირებული საჯარო ტაროს სეანსი თემაზე, რას დატოვებთ 2025 წელს. რა არის ის პრობლემური მხარე თქვენი ცხოვრებისა, ის ნეგატიური მოვლენები ან თემები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას 2025-ში გასდევდნენ ერთგვარ მუქ ზოლად და ქმნიდნენ, ასე ვთქვათ, პრობლემების ჯაჭვს, რომლებიც გირთულებდნენ ცხოვრებას და ამცირებდნენ თქვენი ცხოვრების ხარისხს. დღეს ჩვენ დავინახავთ მთლიან სურათს, დავინახავთ იმ პრობლემურ ზონას, იმ ნეგატიური მოვლენების ჯაჭვს, რომლებიც სამუდამოდ დარჩება თქვენს წარსულში, დარჩება 2025-ში, რომელიც უკვე თითოეული ჩვენგანის წარსულად იქცა და ის თემები, ან ის კონკრეტული თემა თქვენ აღარ შეგაწუხებთ 2026 წელში, ვინაიდან აღნიშნული თემა ან თემები, საკითხები სამუდამოდ დაიხურება თქვენს ცხოვრებაში და სამუდამოდ დარჩება წარსულში. ის არასოდეს აღარ შეგახსენებთ თავს. ამავდროულად აქვე განმარტავ, რომ მათთვის, ვინც დაინტერესდით აღნიშნული თემატიკით და უყურებთ, რა თქმა უნდა, ამ ვიდეო ჩანაწერს, მოისმენთ ვარიანტებს, ჩემი რჩევა იქნება თქვენთვის, რომ დააკომენტაროთ აღნიშნული ვიდეოს კომენტარების ველში, გამოხატოთ თქვენი ნება, ასე ვთქვათ, გამოხატოთ თქვენი განზრახვა, თქვენი სურვილი იმისა, რომ მართლაც ის გაჟღერებული პროგნოზები, რასაც მოისმენთ და რაც მოვა თქვენთან ახლოს და რაც, ასე ვთქვათ, სენსიტიურად შეგეხებათ, სამუდამოდ დაიხუროს თქვენს ცხოვრებაში და დარჩეს ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, მოგვარებულ, დახურულ თემებად და მათ აღარ შეგახსენონ თავი. დაწერეთ კომენტარების ველში და იყოს ესე მოკლედ, ვინაიდან მოგეხსენებათ, სიტყვას დიდი ძალა აქვს, თქვენ შეგიძლიათ ეს წარმოთქვათ ხმამაღლა თქვენს თავთან, აი ამ ვიდეოს მოსმენის პროცესში, გააჟღეროთ ის როგორც ბგერა, თქვენი სურვილი და ამავდროულად გამოხატოთ წერილობითაც და დააფიქსიროთ ეს თქვენი განზრახვა და თქვენი სურვილი კომენტარების ველში, ვინაიდან რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ენერგია და თუ კი თქვენ ამ ენერგიას გაუშვებთ შესაბამისი მიმართულებით, მას მართლაც ექნება გამოხატულება და გამოხატვა რეალურად. ანუ ეს გარკვეულწილად წააგავს მანიფესტაციას, ეს ყველაფერი ისედაც მოხდება, მაგრამ თქვენი ერთობლივი ძალისხმევით, იმ ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით, ვისაც განმეორდებით და ვიტყვი, სენსიტიურად შეგეხებათ ეს მოსმენილი პროგნოზები და ჩათვლით და მიიჩნევთ, რომ ნამდვილად თქვენია მოსმენილი ინფორმაცია, თქვენი ნების ძალით და თქვენი განზრახვის დაფიქსირებით, კიდევ უფრო შეუწყობთ ხელს აი ამ, ასე ვთქვათ, გაჟღერებული პროგნოზების მატერიალიზებას რეალურ ცხოვრებაში, მატერიალურ სამყაროში, ვინაიდან ჩვენ ბუნებრივია ვიმყოფებით მატერიაში და იმისთვის, რომ რაღაცა თემა, მოვლენა, საკითხი გამოიხატოს, გამოვლინდეს მატერიაში, საჭიროა ჩვენი ჯერ ვთქვათ, დაიბადოს ის იდეების სამყაროში, დაიბადოს ის ენერგეტიკულ ველში, იდეის სახით, ფაქიზი ნატიფი ენერგიის სახით და შემდგომ ის გადმოვიდეს მატერიაში. ამიტომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს უფრო მარტივად მიღწევადი იქნება და ვინაიდან თემა არის ნეგატივის დასრულება, კონკრეტული ნეგატიური მოვლენების დასრულება კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში, იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც უნდა მოისმინოს ეს პროგნოზები, ვინც უნდა ნახოს ეს ვიდეო ჩანაწერი, ბუნებრივია გეხებათ ეს თქვენ და შესაბამისად თქვენს მზაობას და თქვენი განზრახვის დაფიქსირებას ამ შემთხვევაში ექნება ძალიან დიდი ძალა. ეს რაც შეეხებოდა შესავალს თემასთან მიმართებაში, როგორც ხედავთ, უშუალოდ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ გაშლაზე, მე გავააქტიურებ ტაროს დასტას,
და სპონტანურად რაც ამოვა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ვისაუბრებ. თქვენ მანამდე შეგიძლიათ აირჩიოთ ვარიანტები, 3 სანთელი აქვს წარმოდგენილი. პირველი ვარიანტი ეს არის წითელი ფერის სანთელი, მეორე ვარიანტი ეს არის მწვანე ფერის სანთელი, ხოლო მესამე ვარიანტი ეს არის ყვითელი ფერის სანთელი. ფერებს ამ შემთხვევაში მხოლოდ ის დატვირთვა აქვს, რომ ვიზუალურად გაგიმარტივდეთ ვარიანტის არჩევა, არანაირი სხვა დატვირთვა აქ ფერს არ აქვს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ინტუიციურად, რომელი სანთელიც უფრო მეტად მოგხვდებათ თვალში, ან რომელიც უფრო ინტუიციურად მიგიზიდავთ, შეგიძლიათ ის სანთელი ამორჩიოთ და შესაბამის ვარიანტს მოусმინოთ, ან შეგიძლიათ სამივე ვარიანტს მოусმინოთ და უკვე ინფორმაციის პროგნოზების სინთეზი მოახდინოთ თავად თქვენ. ან სამი თემა ჩაიფიქროთ, ხო შეიძლება ადამიანს თქვათ, არა აქვს ერთი რაღაცა კონკრეტული თემა და აქვს რამდენიმე თემა. შეგიძლიათ სამივე თემა ჩაიფიქროთ სამ ვარიანტად. და შესაბამისად მოისმინოთ სამივე ვარიანტი. ამავდროულად არ დაგავიწყდეთ თქვენი კომენტარის დაფიქსირება, რათა მოსმენილი პროგნოზები და ის თემები, ის ხატსახეები, ის სიტუაციები, რასაც დაგვანახებს ტარო და რა ნეგატივსაც ამოიტანს, ასე ვთქვათ, საერთო კოლექტიური ცნობიერიდან ჩემი ტაროს დასტა და რასაც დაგვანახებს, მართლაც ამუდამოდ დარჩეს წარსულში. დარჩეს 2025-ში და 2026-ი დაგვეწყოს და უკვე დაწყებულია უფრო ნათელი ენერგიებით, უფრო მეტი პოზიტივით და ასე ვთქვათ, თითოეულ თქვენთაგანს ამ შემთხვევაში მე ვუსურვებ ნამდვილ ზურგის ქარს თქვენს ცხოვრებაში, მოვლენების ისეთ განვითარებას, ისეთ ხელშეწყობას, როდესაც თქვენი ძალისხმევა ფასდება, როდესაც თქვენს მიერ გაწეული შრომა, თქვენი რესურსი, რომელსაც დებთ ამა თუ იმ საქმეში, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ურთიერთობები, ეს იქნება თუ პარტნიორული თემები, თუ მეგობრობა, თუ სამსახური, თუ ფინანსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხელშეწყობილი ყოფილიყოს სამყაროსგან ნამდვილი ზურგის ქარით და ეს ზურგის ქარი არის სწორი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, სწორი პარტნიორული ურთიერთობები, ნამდვილი მეგობრები, რომლებიც გიწევენ ჭეშმარიტ მეგობრობას და არ არის ეს ყველაფერი ფარსი და რაღაცა ფარისეულური, უბრალოდ რაღაცა საჭიროებებიდან გამომდინარე მერკანტილური დამოკიდებულებები ადამიანებს შორის, ხო? ასევე თქვენი სწორი იდეები, სწორი ხედვები, სწორი, ასე ვთქვათ, იდეები და სწორ ადგილას, სწორ, ასე ვთქვათ, დროს მოხვედრის შანსები, რომელიც ყოველთვის არ გვეძლევა, ხომ, უბრალოდ ესეთი შანსები გვეძლევა დრო და დრო ცხოვრების განმავლობაში და ჩვენ ეს უნდა დავაფიქსიროთ და შევამჩნიოთ, ასე რომ გისურვებთ ამ ყოველივეს ზურგის ქარს, როგორც აღნიშნე, თქვენს ცხოვრებაში 2026-ში, ხოლო 2025-ში მოდით ყველამ ერთად დავტოვოთ ის ნეგატივი, რამაც, ასე ვთქვათ, გაგვირთულა ცხოვრება, რამაც ხელი შეგუშალა, გვანერვიულა, დაგვსტრესა, რაღაცაზე გული დაგვწყვიტა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხომ, ყველა ადამიანისთვის ეს არის ინდივიდუალური თემა. მეც ჩავიფიქრებ თქვენთან ერთად ჩემს ვარიანტს და მეც შემოგიერთდებით აი ამ საერთო განზრახვის დაფიქსირებაში. და მოდით მართლა ძალიან რომ აღარ გაგვიგრძელდეს წინა სიტყვაობა, მე ავიღებ ამ სანთლებს და ვნახოთ პირველ ვარიანტში რას დავინახავთ, რას გვიჩვენებს უფრო სწორედ ტაროს დასტა და მოდით ვნახოთ ჯერ სიგნიფიკატორი თემისა, კონკრეტულად რაზეც უნდა ვისაუბრო იმ თემასთან მიმართებაში და შემდგომ ვნახოთ რას დატოვებთ წარსულში, უკვე წარსულად ქცეულ 2025 წელსში. რა არის ის თემა, ან თემები, რომლებიც დაიხურება ამ წელს სამუდამოდ თქვენს ცხოვრებაში. მოდით ვნახოთ.
პირველი ვარიანტი. პირველ რიგში, რაც შემიძლია ვთქვა, პირველი ვარიანტისთვის ეს არის პირველივე არკანში ამოსული სიგნიფიკატორად ამოსული ენერგია, ეს არის მართლაც იმ ზღვარზე ყოფნის აღნიშნელი, როდესაც ადამიანმა რაღაცა მნიშვნელოვანი ეტაპი სირთულეებისა უნდა დახუროს თავის ცხოვრებაში. ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, დიდწილად ფიქრობ, რომ უნდა იყოთ მართლაც ამ ზღვარზე, როდესაც უბრალოდ აღარ შემიძლია, მეტი აღარ შემიძლია, რაღაცა ესე რომ ამბობს ადამიანი, ხო, იმდენად ხართ გადაღლილი, გადამწვარი, აი იმ პრობლემების ჯაჭვით, რომელიც შესაძლებელია შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში 2025-ში, რომ აი რაღაცა თემა დახურეთ, რაღაცა ისე დაიწყო, ხო? კიდევ რაღაცა პატარა პრობლემა იყო, ან შეიძლება უფრო მასშტაბურიც იყო ვიღაცისთვის, ხო, გააჩნია ადამიანს და გააჩნია ინდივიდს, ისიც მოაგვარეთ და მე კიდე რაღაცა მესამე დაიწყო და მოკლედ არ მთავრდება, ხო, ეს რაღაცა ციკლი, ასე ვთქვათ, პრობლემებისა, რამაც ენერგეტიკულად ძალიან გადაგწვათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, და რაღაცნაირად მიგიყვანათ იმ ზღვრამდე, იმ მდგომარეობამდე, რომ ყველაფერი დახუროთ და რაღაცა აბსოლუტურად ნულიდან, აბსოლუტურად სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ, ხო? რა არის ის, რასაც დატოვებთ 2025-ში? ეს არის სწორედ ის მარათონი, თუ შეიძლება ასეც ითქვას, იმ ქმედებებისა, რომლის ასე ვთქვათ, გაწევაც გიწევდათ 2025-ში, ხო? რაღაცა ძალიან სწრაფი ტემპი ქმედების, მოძრაობის, ძალიან დიდი ენერგიის ხარჯვა სხვადასხვა მიმართულებით, სწრაფი დინება იმ მოვლენებისა, რომლებიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდნენ თქვენზე. ხო, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს პირადი პარტნიორული ურთიერთობები, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ფინანსური კრიზისი, პრობლემები, როდესაც ადამიანი ვეღარ აუდის აი ამ ვალდებულებების შესრულებას, ხო? ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის თემებიც, აი მთლიანად, როდესაც ადამიანმა უკვე აღარ იცის, რომლით დაიწყოს, რომლით დაამთავროს, რას მოკიდოს ხელი, რა გააკეთოს, რანაირად დაალაგოს თავისი ცხოვრება, რომელიც აბსოლუტურ ქაოსშია ჩაძირული. აი მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება პირველი ვარიანტის არკანებს რომ უყურებ. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მიიჩნევს, რომ ცხოვრება ათამაშებს. აი რაღაცა თითქოს ისე ვითარდებოდა უпроსტოდ 2025-ში თქვენი ცხოვრება, რომ თქვენ მიიჩნევთ, რომ აი ბედის წერის რაღაცა ბედი მათამაშებს. როდემდე უნდა იყოს ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში? სადამდე გამიმეტებს ცხოვრება, ან ღმერთი, ან ბედის წერა, ხო? შეიძლება ქონოდოთ ასეთი განცდები. აი ეს ყველაფერი დასრულდება. ასევე დასრულდება ცრუ ავტორიტეტების თემა. ეს შეიძლება იყოს სამსახურში, ეს შეიძლება იყოს პირად ოჯახში. ადამიანები, რომლებიც თავს გახვევდნენ თავის აზრებს, თავის შეხედულებებს, თავის რაღაცა ჩარჩოებს, სადაც ნამდვილად არ იყო თქვენი ადგილი და არ არის თქვენი ადგილი, ხო? ადამიანები, რომლებიც მუდმივად ჭკუას გარიგებენ, რაღაც რჩევებს გაძლევენ, თავს გამეტებენ, თვლიან, რომ თქვენზე ჭკვიანები არიან და აქვთ უფლება, რომ ჭკუა დაგარიგონ, თუმცა ასე შეიძლება საერთოდაც არ იყოს. და რაღაცა ცდილობენ, რომ თავისი ავტორიტეტის გავლენის ქვეშ მოგექციონ და თავისი ცხოვრების წესებით გაცხოვრონ. აი ეს ყველაფერი დასრულდება თქვენს ცხოვრებაში, ნამდვილად. და თქვენ რაღაცა თავისუფლების სხვა ხარისხზე გადიხართ 2026-ში, ფაქტია. ის რყევები, ის ქაოსი, ის დანაკარგები, რომლებიც 2025-ში იყო თქვენს ცხოვრებაში და რამაც ასე გამოგფიტათ და ასე დაგღალათ, ნამდვილად დასრულდება თქვენს ცხოვრებაში. აი ხედავთ, რომ რამხელა, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი მაჯლაჯუნასავით, დემონივით არსება არის გამოხატული აქ პირველივე არკანში. ეს არის სწორედ ის ტოქსიკური ადამიანები, ის მოვლენები, რომლებმაც წაგართვეს ენერგია, წაგართვეს ცხოვრების სტიმული და
აბსოლუტურად გაგანულეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ენერგეტიკულ დონეზე, რესურსული თვალსაზრისით, როდესაც ადამიანს უკვე აღარ აქვს იმის რესურსი და იმის განწყობა და იმის ხასიათი, რომ თუნდაც შეებრძოლოს, შეეწინააღმდეგოს აი ამ მოვლენებს თავის ცხოვრებაში და რაღაცნაირად უფრო ოპტიმისტურად იმედით შეხედოს ცხოვრებას, ხო? ეს ისეთი მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ენერგიები დასრულდება აუცილებლად, ეს ადამიანები გავლენ თქვენი ცხოვრებიდან, ყველაფერი ისე დატრიალდება და ბედის წერა ისე იმუშავებს, რომ თქვენი ბედის ბორბალი 2026 წლიდან ნამდვილად უკვე სწორი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას და ის შესაბამისად ის რესურსები, რომელიც დაკარგეთ ამ წელში, ნელ-ნელა დაიწყებს დაბრუნებას და აღდგენას თქვენს ჯერ ენერგეტიკულ ველში და შემდგომ რა თქმა უნდა თქვენს ცხოვრებაში. თქვენ აღარ მოგიწევთ აი ამ რაღაცა ერთ წრეზე ტრიალი და სირბილი უпростоრეთ ქანს გამწყვეტი შრომა ან ენერგიის ფუჭად ხარჯვა იმ ვითარებაში, როდესაც ადამიანი ცდილობს, აკეთებს, მაგრამ ამის დამნახავი და დამფასებელი არავინ არ არის. ეს ყველაფერი დასრულდება თქვენს ცხოვრებაში 2026-ში და დაიწყება ახალი ციკლი, ახალი ეტაპი თქვენი ცხოვრებისა. ეს გახლდათ პირველი ვარიანტი. ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი რას გვეტყვის. ნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტისთვის, თქვენთვის, ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, რა არის ის ნეგატივი, ის პრობლემური მხარე თქვენი ცხოვრებისა, რომელსაც სამუდამოდ დატოვებთ 2025-ში. და ნახოთ მეორე ვარიანტი. სიგნიფიკატორი პირველ რიგში. ვიმძანდებით, რა ვითარება გაქვთ, რა ენერგიებში იმყოფებით, რა ეტაპზე ხართ თქვენი ცხოვრების და შემდგომ რა არის ის თემები, რომელსაც დახურავთ. რა მსუყე არკანები ამოდის, სამივე არკანი, რომელიც ამოვიდა ნეგატივის სახით, ეს არის მაღალი არკანების რიგიდან. შესაბამისად, ვფიქრობ თქვენთვის, ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, საკმაოდ რთული 2025 წელი უნდა გქონოდათ. დატვირთული. ისეთი ენერგიებით, სამყაროსეული ენერგიებით, იმ კანონზომიერებებით, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებში ამუშავდება ხოლმე ჩვენს ადამიანური ხედვიდან ეს ჩანს ესე, რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ გავიაროთ გაკვეთილი, გავიაროთ გარკვეული გამოცდა, რომელსაც ადამიანი ან აბარებს, ან ვერ აბარებს, ხო? უკეთეს შემთხვევაში ხდება ამ გაკვეთილის გაცნობიერება, ადამიანი ხდება თუ სად დაუშვა შეცდომა, ან მინიმუმ რატომ ხდება ეს ყველაფერი მის თავს და იწყებს გამოსწორებაზე მუშაობას, ხო? თქვენ ამ შემთხვევაში ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის გახსნილია ღია ახალი ინფორმაციის მისაღებად, თავისუფალი სულის მქონე ადამიანი, ცნობის მოყვარე, ოღონდ ცნობის მოყვარე კარგი გაგებით ვამბობ, ადამიანი, რომელიც მუდამ ღია შემეცნებისთვის, სწავლისთვის, განვითარებისთვის, არის ინტერესიანი, არის ახალგაზრდული სულის მქონე ადამიანი, რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურ ასაკს, ბიოლოგიურ ასაკს არ გულისხმობ, შეიძლება ადამიანი იყოს საკმაოდ ისეთი სიმწიფის ასაკში, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირდაპირ გაგებით, მაგრამ ქონდეს ახალგაზრდული სული. ეს რას ნიშნავს ეს ახალგაზრდული სული? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ყოველთვის არის დაკვირვებული და ცდილობს, რომ ამა თუ იმ
ეტაპიდან, ცხოვრების ეტაპიდან გამოიტანოს გაკვეთილები და მიიღოს გამოცდილება, შეიმეცნოს, დაინახოს, გააცნობიეროს, გაიაზროს, მოინელოს ესა თუ ის ინფორმაცია შესაბამისად ადამიანი, რომელიც ამავდროულად აკვირდება ნიშნებს, სამყაროსგან გამოგზავნილ ნიშნებს, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენთვის, ვინც აერჩიეთ მეორე ვარიანტი, ეს ვიდეო ჩანაწერიც ერთგვარ მინიშნებას წარმოადგენს იმისთვის, რომ დაგეხმარებათ იმაში, რომ დახუროთ ეს საკმაოდ ნეგატიური მძიმე ეტაპი თქვენი ცხოვრებისა და გადახვიდეთ ახალ საფეხურზე. პირველივე არკანი, რაც ამოდის, ეს არის არკანის სამყარო, სწორედ აღნიშნული აღნიშნულმა არკანმა მომცა მითითება და მინიშნება იმაზე, რომ ეს ეტაპი, ეს წელი, წინა წელს გულისხმობ, თქვენთვის იყო საკმაოდ ისეთი სამყაროსეული მექანიზმებით დატვირთული, რომლებიც გარკვეულ იზოლაციაში, უმოძრაობაში აქცევენ ადამიანს. მაგალითად, თქვენ შეიძლება გქონოდათ რაღაცის, ვთქვათ, მოგზაურობის სურვილი, რაღაცის შესწავლის სურვილი, ან რაღაცის შეძენის სურვილი, რაღაცა სიახლეების შემოტანის სურვილი თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ სამყაროსგან რაღაცნაირად დაიბლოკა თქვენი ეს სურვილები. თქვენი ეს მისწრაფებები და აღმოჩნდით ერთგვარ ვაკუუმში, ერთგვარ რაღაცა ფიქსირებულ წერტილში და თქვენთვის ეს დიდად სასიამოვნო მოცემულობა არ იყო, ხო? ეს იყო უძრაობის პერიოდი, როდესაც ადამიანი არის მოძრაობისკენ მიმართული, განვითარებისკენ მიმართული, არის მოწოდებული, ამისთვის დაბადებული და ამ დროს ის ხვდება ვაკუუმში, ერთგვარ გაჩერებულ ვითარებაში, ეს რა თქმა უნდა ტანჯვის მომტანია მისთვის და დიდად სასიამოვნო მდგომარეობას არ წარმოადგენს, ხო? ან ცალსაღად ნეგატიურ მდგომარეობას წარმოადგენს. ამიტომ თქვენ 2025-ში, ვინც აერჩიეთ მეორე ვარიანტი, მიუხედავად თქვენი ძალიან ცოცხალი და მოძრავი ბუნებისა, სამყარომ გამოგიგზავნოთ ესეთი გაკვეთილი, რომ რაღაცნაირად დაიბლოკეთ, გაჩერდით, არ შეგეწყოთ გარემოებებიდან გამომდინარე ხელი, რომ გქონოდათ წინსვლა, გქონოდათ შესაძლებლობები დაგეკმაყოფილებინათ თქვენი სურვილები, თქვენი მისწრაფებები, აღმოჩნდით აი ჩაკეტილი. შეიძლება ვიღაცას, ვთქვათ, რომელიმე თქვენთაგან სურდა მოგზაურობა, სადმე წასვლა, ცნობიერების გაფართოება, თვალსაჩინოს გაფართოება, არ შეგეწყოთ ამის საამის ოთხელი. ან შეიძლება ვიღაცას უნდოდა ახალი შენაძენის გაკეთება, ან რაღაცა ახლის შესწავლა, მაგრამ გარემოებები განვითარდა ისე, რომ ეს თქვენი ნაბიჯები რაღაცნაირად დაიბლოკა და აღმოჩნდით ერთგვარ ჩაკეტილ წრეში, სადაც არ იყო არანაირი განვითარება, არანაირი სიახლე, არანაირი მოძრაობა და გახდით მიჯაჭვული რაღაცა კონკრეტულ ერთ ან ადამიანზე, ან სიტუაციაზე, ან ისეთ მოცემულობაში, სადაც არ არის არანაირი სიახლე, ხო? ჟანგბადი არ მოგეწოდებოდათ, აი პირდაპირ მეტაფორულად ვიტყვი, განვითარებისთვის. რაც თქვენთვის და თქვენი ბუნებისთვის და თქვენი სულისთვის ასე აგრერიგად მნიშვნელოვანია, ხო? გარდა ამ პირველივე არკანისა, არკან სამყაროსი, აქ ჩდება ისეთი ენერგიები, როგორიც არის არკანი ეშმაკი და არკანი ეტლი. ახლა ეს რაზე საუბრობს, ხო? აღნიშნული არკანები კომბინაციაში საუბრობენ, რომ გარდა ამ მიჯაჭვულობისა და ამ რაღაცა ვაკუუმური სიტუაციის, შესაძლებელია აი ამ მოცემულობის შექმნას ხელი შეუწყოს ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც ან ისეთმა ვითარებებმა, რომლებიც სამყაროს, ასე ვთქვათ, ხელში აღმოჩნდნენ ერთგვარი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ეს ვითარება თქვენს ცხოვრებაში შემოსულიყო და რაღაცა პერიოდი, აი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი გაგრძელებულიყო, ხომ? შეიძლება იყოს ტოქსიკური ოჯახის წევრი, შეიძლება იყოს ვალები, ეს შეიძლება იყოს ფინანსური კრიზისი, რამაც დაგამუხრუჭათ ცხოვრებაში და დაგხიათ უკან. თქვენ ყველანაირად ცდილობდით, რომ ეს პროცესი გეკონტროლებინათ, მაგრამ ამ ყველაფრის კონტროლი ერთი ადამიანის მხრიდან ძალიან რთულია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველაფერი აეწყო კიბე ისე და ისე განვითარდა მოვლენები, რომ თქვენ ეს პროცესი უბრალოდ უნდა მიგეღოთ, რაღაცნაირად მოძრაობის და განვითარების შესაძლებლობა, კონტროლის შესაძლებლობაც აქ ნაკლები იყო. ასევე რიგი ადამიანებისთვის შესაძლებელია მოვლენები გადათამაშდა ისე, რომ გარემოებებმა გმართათ თქვენ. ანუ თქვენ თავად მოექეცით აი ამ წნეხის ქვეშ
გარემოებების წნეხის ქვეშ, როდესაც ყველაფერი ისე წარიმართა თქვენს ცხოვრებაში, როდესაც მიუხედავად თქვენი მცდელობისა, რომ განთავისუფლებულიყავით ამ ყველაფრისგან, არადა არ გამოგივიდათ ეს ყველაფერი და თქვენ ეს ბოლო 1 წელიწადი აი ან ადამიანების, ტოქსიკური ადამიანების манипуляციების ქვეშ მოექცით, როდესაც ადამიანი ხვდები, იცი, რომ მეორე ადამიანი შენით манипуლირებს. კაჩავს შენგან ამით ენერგიას და იცი რომ ეს ადამიანი უნდა მოიშორო შენი ცხოვრებიდან, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ახერხებ ამას. არ გამოგდის. ან იმას აცნობიერებ, რომ არის გარკვეული გარემოებები შენ ცხოვრებაში, რომელიც უნდა გააუშვა, დაასრულო, დახურო, მაგრამ ამის შესაძლებლობა თითქოს არ გეძლევა ცხოვრებისგან, არ გეძლევა სამყაროსგან. აი ესეთი ენერგიები, თუ კი ეს სიტუაცია და ეს სიტყვები და ეს მინიშნებები მოვიდა თქვენთან ახლოს, ეს ყველაფერი დასრულდება და დარჩება 2025-ში და 2026 წლიდან თქვენ გაგეხსნებათ ერთგვარი ხედვა, ან შეიძლება ეს იყოს მინიშნება სამყაროსგან, ან შეიძლება ახალი გარემოებები, ახალი სიტუაციები ისე გადალაგდეს უკვე, ახალი ციკლი დაიწყოს აი ამ ახალი წლიდან, ისე რომ თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ აი თუ არსებობენ ესეთი ადამიანები, რომლებიც თქვენზე манипуლირებენ, აჩერებენ თქვენს განვითარებას, ხევენ უკან ფინანსურად, ემოციურად, განადგურებენ პირდაპირ მნიშვნელობით ეს ყველაფერი ამ ყველაფერს სხვა დონეზე შეხედავთ, სხვა დონეზე გააცნობიერებთ, თითქოს ზემოდან გადმოხედავთ და ამ ყველაფრისგან განთავისუფლდებით. ეს ყველაფერი დარჩება თქვენს წარსულში. ამავდროულად თქვენ დაგიბრუნდებათ კონტროლი საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე და უკვე შეძლებთ, რომ სხვა ხარისხით წარმართოთ თქვენი ცხოვრება 2026-ში. ასევე მესამე ვარიაცია, რაც არ მინდა დამავიწყდეს და ახლა მოვიდა გონებაში ინფორმაცია, არსებობს ასევე მესამე ვარიაცია, ეს არის შეიძლება არ იყოს ეს გარეშემტერი, ასე ვთქვათ, გარეშე თემები არ იყოს ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, მაგრამ ეს იყოს საკუთარი თავის მიმართ ძალიან დიდი თვითკრიტიკა და რაღაცა გაიდეალურობისკენ სწრაფვა, რომ თითქოს ადამიანს სურს იყოს სრულყოფილი, რომ სრულყოფილად გააკეთოს ყველაფერი, რომ აიღოს აბსოლუტური კონტროლი და მართვის სადავეები თავის ცხოვრებაზე და ყველაფერი ძალიან ისე გაწერილად და წესების მიხედვით წარმართოს თავის ცხოვრებაში. თუ ასეთი მიდგომები გაქვთ და ამ ყველაფერმა ძალიან დაგღალათ და გადაგწვათ, მაშინ მე გირჩევდით, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად გააცნობიეროთ, ძალიან თვითმომთხოვნი და თვითკრიტიკული საკუთარი თავის მიმართ მოიქნებით და ეცადეთ რაღაცები უფრო მეტად მიუშვათ თქვენ ცხოვრებაში, უფრო მოდუნდეთ, მოეშვით, ასე ვთქვათ, იდეალურობისკენ სწრაფვას, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები არა ვართ იდეალურები, ჩვენ ყველას ჩვენი ნაკლოვანებები გაგვაჩნია, ჩვენი ჩრდილოვანი მხარეები გაგვაჩნია, ამიტომ ხანდახან საჭიროა ამ ყველაფრის მიღება და ზედმეტი, ასე ვთქვათ, შინაგანი თვითკრიტიკა და მოთოკვა აი ამ, ასე ვთქვათ, ჩვენი ჩრდილებისა არ მოაქვს ამას სიკეთე ადამიანისთვის, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა მიიღო, ხო? ამას ფსიქოლოგიაში ჩრდილთან ინტეგრაციას უწოდებენ. ამის გაცნობიერება და მიღებაა საჭირო. ხანდახან მოდუნება, ხანდახან უნდა მისცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ არაფერი აკეთო ადამიანმა, უბრალოდ დაისვენო, ან განიტვირთო, ან მისცე საკუთარ თავს დასვენების, მოდუნების საშუალება, რაღაცნაირად რუტინაში, რაღაცა პერიოდით, რა თქმა უნდა, გაჩერების უფლება, დაფიქრების უფლება და მუდმივად რბოლაში და მუდმივად რაღაცა სრულყოფილებისკენ სწრაფვაში არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, იმიტომ რომ წლები გადის მერე და რომ მოიხედავ გამოვა ისე და აცნობიერებს ადამიანი იმას, რომ უბრალოდ ეს მთელი ცხოვრება რაღაცის გაკონტროლებაში იყო, რაღაცის სწავლაში იყო, რაღაცის მართვის მასში იყო, სურვილში იყო, მაგრამ ცხოვრება მაინც თავისი დინებით მიდის და ხანდახან უბრალოდ საჭიროა დატკბე ამ პროცესით და არ არის საჭირო იმისკენ გამუდმებული სწრაფვა, რომ ყველაფერი იდეალურად გააკეთო ადამიანმა და იყო თავადაც იდეალური, ხომ? ვინც იდეალურია და ვინც ყველაფერი იცის და ვისაც არასოდეს არაფერი ეშლება, ისინი არ არიან დედამიწაზე, ისინი არ ინკარნირდებიან დედამიწაზე და თუ ადამიანი აღწევს ასეთ იდეალურ მდგომარეობას, ისიც გაყავთ დედამიწიდან, ასე რომ დატკბით, შეირგეთ, მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. გულისხმობ იმ ვარიაციას, იმ ვარიანტს,
თუ ეს ენერგიები, რასაც მე ახლა ვისაუბრე, არ შეეხება გარე ვითარებებს, გარე ნეგატიურ მოვლენებს და ეს ყველაფერი თუ ხდება თქვენში შინაგანად, ანუ აქ საუბარია შინაგან ჭრილებზე, შინაგან დემონებზე, ბჭყალებში და იმ ადამიანთა კატეგორიაზე, რომლებიც მუდმივად სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან და ვერ ირგებენ ცხოვრებას. აი ეს ყველაფერი დარჩება წარსულში, თუ ჩემი ვიდეო ჩანაწერი ამით დაგეხმარებათ და რაღაცა ბიძგს მოგცემთ, მინიშნებას მოგცემთ, ენერგიას მოგაწვდით დამატებით რესურსად იმისთვის, რომ ეს განახორციელოთ, მე ჩავთვლი, რომ ჩემი მისია რაღაც მხრივ შევასრულე. და ამიტომ დამიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი აზრები, თქვენი ინსაიტები, ამასთან დაკავშირებით ძალიან გამახარებთ მეც და ერთგვარი უკავშირი გამოვა ამით და ენერგობალანსიც იქნება დაცული. ეს გახლდათ მეორე ვარიანტი და მოდით ნახოთ მესამე ვარიანტი. და ბოლო მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის რას დატოვებთ, რა სახის ნეგატიურ მოვლენებს დატოვებთ 2025-ში, რა დარჩება თქვენს უკან, თქვენს წარსულში, როგორც ერთგვარი მუქი ზოლი თქვენი ცხოვრებისა, რომელიც დასრულდება სამუდამოდ და აღარასოდეს აღარ დაბრუნდება თქვენთან, თქვენს ცხოვრებაში. რას დატოვებთ სამუდამოდ თქვენს წარსულში, კონკრეტულად თქვენს განვლილ წელში, 2025 წელში, თქვენი სიგნიფიკატორი, თქვენი ამჟამინდელი ენერგიები და რა არის ის მოცემულობები, რომელსაც დატოვებთ თქვენს წარსულში 2025 წელში, რომელიც უკვე იქცა წარსულად. პირველ რიგში საკმაოდ საინტერესო არკანი ამოდის, პირველივე არკანის სახით, ეს არის არკანის სამსჯავრო. თვითონ ეს არკანი უკვე საუბრობს იმაზე, რომ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი ისე როგორც იყო წარსულში, ვეღარ და აღარ იქნება. ნამდვილად უკვე ხართ იმ ზღვარზე, როდესაც რაღაცა ახალი, სრულიად განსხვავებული ციკლი თქვენი ცხოვრებისა უნდა დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში და ამაში ძალიან დიდ როლს შეასრულებთ თავად თქვენ, თქვენი სულიერი მზაობა, თქვენი სულიერი ენერგიები, როგორ შეხვდებით ამ ყოველივეს, როგორი გაცნობიერებით შეხვდებით, როგორი მომზადებული შეხვდებით. შესაძლებელია ეს შეეხოს თქვენს პროფესიულ უნარჩვევებს, თქვენს პროფესიულ ხედვებს, თქვენს მისიებს, ცხოვრებისეულ მისიებს. შესაძლებელია რიგი თქვენგანისთვის, ვინც აერჩიეთ მესამე ვარიანტი, დადგეს საკითხი ისე, რომ ის საქმიანობის სფერო, რომელშიც იყავით დაკავებული, შესაძლებელია წლების განმავლობაში, აღარ მოგეწონოთ, ან აღარ დაგაკმაყოფილოთ სულიერად, ან იგრძნოთ ახალი ენერგიების, ახალი ხედვების, ახალი მიზნების გამოღვიძება. თქვენში ეს არის სულიერი გამოღვიძების არკანი, როდესაც ადამიანი ვერც თვითონ ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო წარსულში და ცხოვრება შესაბამისად, მისი ცხოვრება სწავა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, სხვა კურსით. შეიძლება ეს საერთოდ არ გქონდათ დაგეგმილი, საერთოდ არ გქონდათ მოფიქრებული, მაგრამ რაღაცნაირი სულიერი აფეთქება მოხდება თქვენში, რაც მთლიანად შეგცვლით შინაგანად და ბუნებრივია მე უკვე თქვენ თვითონ თავად დაიწყებთ თქვენი ცხოვრების ცვლილებას. ის რაც შეეხება წარსულს და კიდევ ერთი რაც მინდა ვთქვა, პირველივე არკანში ეს არის განსჯის ენერგიები, ეს არის არკანის სამსჯავრო, როგორც ვახსენე, შესაბამისად შესაძლებელია განსჯის საკითხი დადგეს ძალიან ისე აქტუალურად თქვენს ცხოვრებაში, შესაძლებელია ეს იყოს საკუთარი შინაგანი სამყაროს დაკვირვება თავად თქვენს მიერვე, შინაგანი განსჯა, განსჯის უნარი ჩაგერთოთ თავად თქვენ, ან შესაძლებელია დადგეს მომენტი, როდესაც დაფიქრდეთ იმაზე, ან რეალურად მოხდეს ეს ყველაფერი, არა მხოლოდ დაფიქრების და რაღაც ფიქრის დონეზე, არამედ რეალური ხორცი შეისხეს ამ ყოველივემ, რომ თქვენ გახდეთ განსჯის
საგანი, თქვენი გზა, თქვენი ახალი გზა უпроსწორეთ, რომელსაც დაადგებით, თქვენი ახალი პიროვნება, როგორიც გახდებით, შესაძლებელია არ მოეწონოთ თქვენს გარემოცვას იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ თქვენთან წარსულში ურთიერთობა, რომლებიც შეიძლება წლები გიცნობენ სრულიად სხვა ადამიანად, მაგრამ თქვენ მოახდენთ ისეთ სახეცვლილებას, რომ ბევრს თქვენი ცნობა ბრჭყალებში, ხო, არა ფიზიკურ დონეზე ცნობა, არამედ სულიერ დონეზე ცნობა გაუჭირდება, შესაძლებელია ისეთი ახალი უნარები გაიხსნას თქვენში და თქვენ ამ ყველაფრის რეალიზება მოახდინოთ, არა მხოლოდ გაიხსნას ეს უნარები, არამედ გადმოიტანოთ ეს ყველაფერი მატერიაში და დაკავდეთ ამ ყველაფრით მატერიაში, რომ ეს ყველაფერი იყოს უცხო თქვენი გარემოცვისთვის, მიუღებელიც კი რიგი ადამიანებისთვის და შესაძლებელია თქვენ ძალიან მკაცრადაც განსაჯონ თქვენი საქმიანობა და თქვენი პიროვნება, მაგრამ ვთვლი, რომ ეს თქვენთვის ნაკლებად საინტერესო იქნება, შეიძლება თქვენს ზურგს უკანა ძალიან ბევრი ილაპარაკონ, ძალიან ბევრი იჭორაონ, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პირადად ვერ შეგეხებიან და პირადად ვერ დაგაზიანებენ, იმიტომ რომ აქ უკვე სამყაროსეული ენერგიებია ჩართული, თქვენ ისეთი მფარველობის ქვეშ ხართ, რომელიც არ ეხება ერთ კონკრეტულ ადამიანს და ერთი კონკრეტული ადამიანის კონტროლის ქვეშ არ არის ეს ყველაფერი, ან ერთი კონკრეტული ოჯახის, ან ერთი კონკრეტული სოციუმის, ერთი კონკრეტული წრის, არამედ აქ საუბარია სამყაროს ენერგიებზე, სამყაროს კანონზომიერებებზე და სწორედ თქვენ ამ კანონზომიერებაში ხართ ჩართული და ამ კანონზომიერებით მოქმედებთ, შესაბამისად, როდესაც ადამიანი არ არღვევს სამყაროს პრინციპებს და უფრო მეტიც არის შემსრულებელი და აღმსრულებელი ამ პრინციპებისა, ასეთ ადამიანს ერთი კონკრეტული ადამიანის ან სოციუმის ერთი კონკრეტული წრის რაღაცა ჭორაობა, ლაპარაკი, განკითხვა, განსჯა ვერაფერს ვერ დააკლებს, ხო? ამიტომ თქვენ ძალიან სწორ გზაზეც გახართ. არ შეგეშინდეთ, ეს არის ძალიან სწორი მიმართულება და არ დაიხიოთ უკან. პირიქით იყურეთ წინ და მაქსიმალურად მიიღეთ ყველა ის სიახლე, რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან ესე ბევრად უფრო სწორია, ესე უფრო ხართ სამყაროსთან ბალანსში და როდესაც ადამიანი არის სამყაროსთან ბალანსში, ის ადამიანები, რომლებიც როგორც უკვე ვახსენე, არიან თქვენი წარსულიდან და ადიდად შეიძლება არ მოსწონდეთ თქვენი ახალი ვარიანტი, არ მოსწონდეთ თქვენი ახალი პიროვნება, თქვენი ახალი პერსონა, ისინი ბევრს ვერაფერს ვერ დაგაკლებენ. გარდა ამისა, არა ყველასთვის, მაგრამ რიგი ადამიანების შემთხვევაში, ვინაიდან მაინც სასამართლოს არკანი ამოდის, შეიძლება ეს იყოს სასამართლო დავებთან დაკავშირებული თემები. ეს თემები ასევე ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ფინანსური დავა, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს პირად პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებული დავა, მაგრამ ეს თემები აუცილებლად თუ ჯერ კიდევ დახურული არ არის, აუცილებლად დაიხურება და თქვენ ამ თემებსაც დახურავთ. ანუ განსჯის თემები დაიხურება. რაღაცა გარდამავალ ეტაპზე გახართ, როდესაც აი ეს ყველაფერი უნდა გაიაროთ. სამსჯავროს ენერგიებში გავლა იწვევს იმას, რომ ადამიანი იბადება თავიდან სულიერად, რა თქმა უნდა, გულისხმობს, სულიერ დაბადებას გულისხმობს და თქვენ 2026-ში აღარ და ვეღარ იქნებით ის ადამიანი და არც თქვენი ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორც იყო წარსულში, 2025-ში ან შეიძლება უფრო შორეულ წარსულშიც. ის თემები, რომელსაც თქვენ გულში იკლავდით, საკუთარ თავში ხარშავდით, მარტოობაში, საკუთარ თავთან დიალოგში, უმკლავდებოდით ამ ყველაფერს და გულში იკლავდით ყველაფერს, ესეც ასევე წარსულში დარჩება. ეს თვითგვემა, ეს საკუთარი თავის დადანაშაულება რაღაცეებში, რაც არ მოგწონდათ თქვენს ცხოვრებაში, მარტო გამკლავება სირთულეებთან, დარდთან, სევდასთან, მარტოობასთან, ეს ყველაფერი დარჩება წარსულში და 2026-ში ეს თემები თქვენთვის აქტუალური აღარ იქნება. ასევე რიგი ადამიანებისთვის, როგორც აღნიშნე, შესაძლებელია ეს იყოს დაკავშირებული პარტნიორულ თემებთან, ან ფინანსურ თემებთან. და აი ამ თემების გარჩევა ასევე ისეთი მესამე ძალის მიერ, როგორც არის თქვათ სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოები, ეს ყველაფერი ასევე დარჩება წარსულში. თქვენი მარტოობა, თქვენი საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, სევდა, დეპრესია,
თვითგვემა, საკუთარ თავში მონელება ყველანაირი სირთულეებისა, ასევე დარჩება წარსულში და რაც მთავარია, ის ადამიანები, რომელთა აზრით შესაძლებელია ძალიან გაინტერესებდათ, გეხებოდათ, გტკიოდათ და განიცდიდით ამ ყველაფერს და ინელებდით საკუთარ თავში და ეს რა თქმა უნდა გაზიანებდათ ენერგეტიკულ დონეზე, ეს ყველაფერი ასევე დაიხურება 2025-ში და თქვენ სრულიად განახლებული სახით, განახლებული თქვენი პიროვნებით, პიროვნული უნარჩვევებით დაიწყებთ 2026 წელს და გააგრძელებთ უკვე თქვენი ცხოვრების ახალ ციკლს, რომელთანაც საერთო აი ამ ყველაფერს არაფერი აღარ ექნება. ის თემები, რომლებიც ჩამოვთვალე, ყველაფერი დაიხურება და თქვენი ცხოვრების ახალი ვერსიის აშენებას შეუდგებით, რომელიც ძალიან განსხვავდება ძველი შაბლონებისგან. ასევე არა ყველასთვის, მაგრამ რიგი ადამიანებისთვის ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი, მათ შორის ემიგრაცია და არა მხოლოდ ქალაქის შეცვლა, არამედ ეს შეიძლება შეეხოს უფრო მასშტაბურ საზღვრებს, ეს შეიძლება იყოს ემიგრაცია სხვა შორეულ ქვეყანაშიც, ვინაიდან აღნიშნული არკანი საუბრობს მასშტაბურ ცვლილებებზე და ეს მასშტაბური ცვლილება შეიძლება ვიღაცისთვის იყოს პიროვნული გამოღვიძება, სულიერი გამოღვიძება და გარდასახვა და გარდაქმნა მისი ცხოვრებისა პიროვნულ დონეზე, შეიცვალოს მისი პიროვნული ღერძი, მესამე ვარიანტს გულისხმობ, ხოლო აი რიგი ადამიანებისთვის, რიგი თქვენგანისთვის, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, ეს ცვლილება შეეხოს მასშტაბურ ცვლილებას, ისეთ მასშტაბურ ცვლილებას, როგორც არის ქვეყნის ცვლილება, ანუ ემიგრაციაში წასვლა, ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. რა თქმა უნდა, ესეც იწვევს პიროვნულ ცვლილებებს ადამიანში, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ახალ გარემოში სრულიად ახალ ადამიანებთან იწყებს თანაცხოვრებას, ურთიერთობას, იქნება ეს საცხოვრებელი ადგილი, იქნება ეს სამსახური, იქნება ეს ქვეყანა, რა თქმა უნდა, სიახლეები ზღვა რაოდენობით შემოდის ადამიანის ცხოვრებაში და ადამიანი ნელ-ნელა იწყებს გარდაქმნას. ამიტომ ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს პროფესიული უნარჩვევების, პროფესიული მასშტაბების ზრდა და შეცვლა და გაფართოება. შეიძლება რიგი თქვენგანი უფრო მეტად დაინტერესდეს ეზოთერიკით, ეზოთერული სულიერი სწავლებებით, ვინაიდან პირველივე არკანს სამსჯავროს მართავს პლანეტა პლუტონი. პლუტონი ეს არის ჩვენი შინაგანი ენერგია, ჩვენი შინაგანი ტრანსფორმაცია, ჩვენი სულიერი ენერგია. შესაბამისად, არც ის არის გამორიცხული, რომ ბევრი თქვენგანი უფრო სიღრმისეულად დაინტერესდეს ისეთი სულიერი თემებით, როგორც არის ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია, ეზოთერული სწავლებები იქნება ეს, სხვადასხვა ენერგეტიკული პრაქტიკები, სამორჯიშოები, რეიკი, ტარო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეს ძალიან დიდი სფეროა და შესაბამისად ყველას თქვენი ინტერესების მიხედვით შეიძლება გაგიჩნდეთ კონკრეტული მიმართულების მიმართ უფრო ფართო და უფრო სიღრმისეული ინტერესი. ან როგორც აღვნიშნე, პირდაპირ ეს შეეხოს საცხოვრებლის ცვლილებას, მათ შორის ემიგრაციას სხვა შორეულ უცხო ქვეყანაში. მოკლედ, ცვლილებები გარდაუვალია, ძველი ეტაპი გარდაულად სრულდება და დასრულდება აუცილებლად ძალიან მალე და თქვენი ცხოვრების ახალ ფურცელს გადაშლით, ახალ თავს დაწერთ უკვე 2026 წლიდან. ეს ცხადზე ცხადია, ტარომ ნამდვილად ცხადი მესიჯები მოგვაწოდა. აი, ესეთი იყო ჩვენს თემაზე, ჩემო მეგობრებო, დღევანდელი ტაროს პროგნოზები. თუ მოვიდა ეს ყველაფერი თქვენთან ახლოს, დამიკომენტარეთ, დამილაიქეთ ვიდეო ენერგობალანსისთვის, ასევე გამიზიარეთ თქვენი ხედვები და შთაბეჭდილებები და რაც ვიდეოს დასაწყისშივე გავაჟღერე, იმისთვის რომ უფრო მეტად მატერიალიზაცია მოხდეს ამ ყველაფრისა და დავტოვოთ ყველამ ერთად ეს ნეგატივი წარსულში, მათ შორის მეც თქვენთან ერთად ჩავიფიქრე ჩემი ვარიანტი, როგორც გითხარით, შესაბამისად დავწეროთ კომენტარებში და იყოს ასე. ან აღსრულდა. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.